დღევანდელი თემა არის სელჩუკები და საქართველო. ესენი იყვნენ ტომები, რომლებიც ჩინეთის მეზობლად სახლობდნენ და სელჩუკი ნიშნავს რამე ეს? 1000 სელჩუკი თუ ჩამოვიდა, 1000 სელჩუკს მოყვა კიდე უამრავი თანატომელი, რომლებიც ნელ-ნელა მოდიოდნენ. ბიზანტიელები ზუსტად ამ პერიოდში უშვებენ უდიდეს სტრატეგიულ შეცდომას. იგი იყო მამაცი, მომთმენი და დიდსულოვანი, იცავდა ალაჰისადმი მორჩილებას, რომელთანაც დიდი ომი აქვს მერე თამარ მეფეს. ჩვენს სულთნის ერთგულები ვიყავით და მის სახელზე ხუტბასაც, ანუ ლოცვასაც აღვავლენდით. ეს იყო ამ ოქროს ხანის უკან მდგომი მთავარი კაცი. ბიზანტიური არმიის მხედართმთავრად ხედავთ ლიპარიტ ბაღვაშს. ჩვენი უბედურება არის, იმიტომ რომ იწყება დიდი თურქობა. ყველაზე დიდი ფართობი აქვს ამ დროს, ლამის ჩინეთამდე არიან მისულები უკვე. 1090 წელს როცა ასასინები კლავენ ნიზამ ალ-მულქს, ამ დროს მოვიპოვეთ რეალური დამოუკიდებლობა. დავითი არის სხვათა შორის პირველი, ხო, ვინც არა მხოლოდ სელჩუკური გავლენისგან თავისუფლდება, არამედ ბიზანტიურ ტიტულატურაზეც ამბობს უარს. შენ წახვალ საქართველოში დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ და 1022 წელს აქ არის საგიჟეზე ლაპარაკი და რაღაცა წილუპივილზე. რამდენი არმია გამოიყვანა, ეგ არის საინტერესო. სულთა სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ბასიანი დიდგორზე რთულიც ყოფილიყო. ილღაზი დაიჭრა ამ ბრძოლაში. არა მხოლოდ რუმი დამთავრდა ამით, ბოლო დიდი სელჩუკური სახელმწიფო დამთავრდა ამით.